დღეს ვისაუბრებთ D ვიტამინზე, იმიტომ რომ ძალიან აქტუალური გახდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით COVID პანდემიის დროს. თურმე D ვიტამინი ძალიან ბევრ რამეს აკეთებს ჩვენს ორგანიზმში, 300-ზე მეტ მეტაბოლურ პროცესში არის ჩართული. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ D ვიტამინის მიღება საკვების მხრივ ფაქტიურად არ ხდება და ორგანიზმში არსებული D ვიტამინის მხოლოდ და მხოლოდ 20% შეიწოვება საკვების მხრიდან. 80% ხდება მისი გამომუშავება უკვე ორგანიზმში მზისხივების მეშვეობით და ამიტომაც მას ჰორმონ D ვიტამინსაც უწოდებენ თავისი წარმოქმნის და შემდგომში უკვე მოქმედებებიდან გამომდინარე. ხშირად ისმის ხოლმე მაგალითად კითხვაც, რომ სეზონურად უნდა მივიღოთ D ვიტამინი? D ვიტამინი უნდა მივიღოთ მაშინ, როდესაც არის მისი დეფიციტი. არ აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა თუ რომელი სეზონი არის. აქვს გამოხატული ჩივილები, ერთ-ერთი ყველაზე გამოხატული ჩივილი არის მაგალითად უენერგიობა, რომელსაც შეიძლება სხვადასხვა მიზეზებს აბრალებდნენ, მათ შორის დაღლილობას, მათ შორის სამსახურს. კუნთებში სისუსტე, ძველსახსროვანი სისტემის გარკვეული დისკომფორტი, დღის განმავლობაში მაგალითად ისეთი მოთენთილობა, ძილიანობისკენ მიდრეკილება, თმა, ფრჩხილი სტრუქტურის ცვლილება, ხო? ჩამონათვალი ძალიან ბევრია, რომელიც დაკავშირებული არის D ვიტამინთან, ამიტომ გამოკითხვის დროს შემდგომში რაღაცა გარკვეულწილად აქ სურათი ჩდება, ხო? ანუ რაღაცა უნდა ავაგოთ ფაზლი, რომელიც ერთ დიდ სურათს შეგვიქმნის, თუ საით უნდა წავიდეთ დიაგნოსტიკის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ის ჩივილები რეალურად რაც მე ჩამოვთვალე, ძალიან ხშირად შეიძლება იყოს დაკავშირებული მაგალითად ფარისებრ ჯირკვლის პათოლოგიასთან. ძალიან ხშირად ძალიან მარტივ ამბავთან, რომელსაც ქვია წყლის დეფიციტი, იმიტომ რომ წყლის დეფიციტიც თვითონ იწვევს უენერგიობასაც, თმაკანი ფრჩხილის სტრუქტურის ცვლილებას, გუნება-განწყობის ცვლილებას, ხო? ამიტომ აი ეს გამოკითხვა, ანუ პაციენტთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ დროს, თუ რა ტიპის სადიაგნოსტიკო საშუალებები უნდა გამოიყენო. პედიატრთა საზოგადოების მიერ რეკომენდებულია, რომ დაბადებისთანავე უნდა დაიწყოს საპრევენციო დოზირების გამოყენება, ეს არის 1 წვეთი 3 წლამდე, 3 წლის შემდგომ ეს შეიძლება გახდეს 2 წვეთი უკვე, 12 წლამდე, 12 წლის შემდგომ უკვე 18 წლამდე ეს შეიძლება იყოს 4 წვეთი. 18 წლის ზემოთ უკვე ზრდასრულ ადამიანებში ეს არის 5 წვეთი, თუ ჩვენ ვისაუბრებთ ოღონდ რა თქმა უნდა ვიტაფეროლზე. და მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ 1 წვეთში 4 საერთაშორისო ერთეულზე, ეს არა მხოლოდ ექიმებმა, მე მგონი მთელმა საქართველოს და ძალიან ბევრმა სხვა ქვეყანამ იცის, რომ საუბარი არის სუფთა D ვიტამინზე, რომელსაც ქვია ვიტაფეროლი. და ვიტაფეროლს აქვს თავისი დოზატორი, რომელიც არის სერტიფიცირებული, ნიშნავს იმას, რომ ერთი დაჭერა მასზე ნიშნავს 1 წვეთის გადმოსვლას, რომელშიც არის ზუსტად 400 საერთაშორისო ერთეული. ვიტაფეროლი იქიდან გამომდინარე, რომ უკვე დიდი ხანია არსებობს ბაზარზე, ჩვენც ექიმებს დაგვიგროვდა გარკვეული გამოცდილება და ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ხარისხიანი პრეპარატი. და მათ შორის რა თქმა უნდა საკვები დანამატები. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ არა დანიშნულებით, არამედ მიღებული მედიკამენტებით ვიღებთ იმ შედეგებს, რა შედეგებიც ჩვენ გვინდა. აქედან გამომდინარე, ვიტაფეროლს აქვს დიდი ხნის გამოცდილება, აქვს დადებითი ეფექტები. თუ ჩვენ გვინდა, რომ ყოველთვის ვიყოთ ბედნიერები, ენერგიულები და მომღიმარი სახით, ამიტომ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ შენი ჯანმრთელობა შენი არჩევანია.